დილამშვიდობის ამასიან ესეთი ძალიან ცუდი ამბავი მოხდა მასში რა ქვია კაროლინაში გონჩილო კაროლინაში რომ ესე იგი ტრამვაით მედიოდა იქ უკრაინელი გოგონა სადაც 20 წლის დაახლოებით და ეს ალბათ უკვე ყველა მეცით და ეს ერთი აფროამერიკელი უკან იჯდა ყელი გამოჭრა ფაქტიურად იქ რამდენიმე დარტყმა მიაყენა და ეს გოგონა გარდაიცვალა ძალიან სწრაფად. ეს მერი ამ ქალაქის შარლოტთან იყო მე მგონი. ზუსტად არ მახსოვს. ესე იგი ითხოვდა რომ არ გაეხმაურებინათ ეს ამბავი, ანუ არ გაევრცელებინათ ვიდეო და ამ შემდეგ, მაგრამ გავრცელდა, ალბათ ვიღაცა სჭირდებოდა და ალბათ სწორიც არის ამის გავრცელება და ახლა ეს ყველაფერი აგერ დღეს უყურე ახლა კამდე არ მეცალა და ესე იგი ერთი ყოფილი პოლიციელი არის ფლორიდიდან ესე იგი რუსულენოვანი და ის ყვება რომ 30 წელი ვიმუშავე ფლორიდაში ყვება ამ სიტუაციაში როგორ უნდა მოქცეულიყო ეს გოგო როგორ უნდა ვინც იყო იქ იმ ავტობუსში თუ რაც იყო ტრამვაიში ეს იმათა საერთოდ არ მიაქციეს ყურადღება გავიდნენ ანუ ეს პოლიციელი ყვება რომ მათ შეეძლოთ რომ დახმარებოდნენ რა თქმა უნდა თუ ის გვერდში იყო ეს დანიანი ადამიანი რომელიც ფსიქიურად აუნტყოფი ყოფილა მაშინ ეს რისკი იყო და რო გავიდო და მე ან როგორღაცის განეიტრალება უნდა ეცადო ამ სიტუაციაშიო თუ შესაძლებელიაო თუ საშიში არ არისო ეს ადამიანი ან 2-3 ესეთი კაცი თუ არისო ახლოს ამას ყვება ყველაფერს საინტერესო ვიდეო არის ყვება ამ ყველაფერს და მე ახლა რა მინდა ვთქვა რომ ესეთი საშინელი რაღაცეები ახლა ძალიან გახშირებულია გარდა იმისა რომ ტერაქტები და რაღაცეები ხდება ეს ასეთი ფსიქიურად დაავადებული ადამიანი ესე იგი უკან იჯდა ეს გოგო ახლა მე აქ ერთ რაღაცას არ გამოვრიცხავ შეიძლება პირდაპირ წინ იჯდა არის ესეთი ვარიანტი რომ შეიძლება ვთქვათ იმან რაღაცა უთხრა ვთქვათ რაღაცა კომპლიმენტი ან რაღაცა ეს სადღაც იჯდა Facebook-ში თუ ხო დაუშვათ და ამან უთხრა რაღაცა ფაკაპ ან რამე ვთქვათ ძალიან უხეშად შეიძლება ეგეთ რამეს არ დაუშვებ მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ასეთი რამეს თუ მოხდა ხო რაც არ მგონი ალბათ არ იყო ეგეთი რამე რა ვიცი არ ჩანს არსად ამ შემთხვევაშიც კი ესე იგი დანის გამოჭრა ეს არის რა ვიცი მე ცხოველური საქციელი კი არა ვერ აღწერ ხო ადამიანი ანუ ახალგაზრდა გოგო ზის თავისთვის მიდის სადღაც რაღაცა შედარებით იაფიანი ტრანსპორტის საშუალებით როგორც შეუულია სამსახურიდან მოდის და კარგავს სიცოცხლეს რომ წარმოუდგენელია ახლა ეს კაცი რომელმაც მოკლა 14 ჯერ იყო ამგვარი ნასამართლები რაღაცა ჩამოთვლილია ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა ეს და პლუს ფსიქიურად აუნტყოფი იყო მაგრამ როგორც ეს რუსი პოლიციელი ამბობს დანისტარების უფლება ყველა ადამიანს აქვს გააჩინა დანის ტიპსო მაგრამ როცა ნასამართლები ხარო უკვე ამას არ ქონია ამ დანისტარების უფლება მაგრამ მე ახლა რაზე მინდა უფრო გავამახვილო ყურადღება რომ ამ ყველაფრის მერე ახლა უკვე რა ხდება ესე იგი ადამიანები უყურებენ ამას მსოფლიოში ამერიკაში განსაკუთრებით ძალიან გაფაციცებით და ფიქრობს რომ ესე იგი უკან თუ დამიჯდაო ეს ვთქვათ შავკანიანი ვიღაც რეციდივისტი ხო არ იცი ვინ არის უკან უნდა გადავждეო რა ფაქტიურად ასეთი ასოციაციაა იმიტომ რომ ახლა ეს შეიძლება თეთრს გაეკეთებია რა თქმა უნდა თავისუფლად რეციდივისტს და ვიღაცას და შეიძლება ამას ამდენი აჟიოტაჟი არ მოყოლოდა მაგრამ ახლა ეს კიდევ უფრო გაამწვავებს შიგნით სიტუაციას იმიტომ რომ ისედაც არ არის მთლად დალაგებულად ხო იქ რაღაც მაინორიტებს bis წინააღმდეგ გარკვეული ისიც მინდის რაღაც პრესა ტელევიზია რაღაცებს გადმოცემს ხოლმე ხანდახანდა მაგალითად პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა რომ ჩვენაო შეიძლება დავკარგოთო ეს ქვეყანაო ასე თუ გაგრძელდაო ანუ სერიოზული სიტუაციაა და უკვე ეს სეგრეგაციას ალბათ კიდეც გაზდეს იმიტომ რომ ადამიანი ეცდება რომ სადაც შორს გადაჯდეს იქ ვიღაცა ზის რომელიც რაღაც რა ვიცი ანუ უკვე პროფაილინგი რასაც ქვია პროფილის მიხედვით ადამიანის ის წავა რა აი ესეთი პროცესები ღრმავდება ამერიკაში და რა ვიცი კრიმინალი ძალიან მაღალია ისეთ უბნებში სადაც ესე იგი
კრიმინალი კი ყველაზე მაღალია და ისეთ ქალაქებში იქ საერთოდ საშინელებაა, იქ ალბათ ტრანსპორტში ჩასდომაც შეიძლება საერთოდ საშიში იყოს და რა ვიცი, რამდენად გაგრძელდება ეს და რა მოხდება.